მინდა გადმოცეთ მადლობის წერილი სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული წარმატებით და გახდება მომავალ თაობისთვის მადლობა გადაწყვეტილების დაფასებისთვის და მე მინდა ყველას მოუწოდო, ვისაც განზრახული აქვს. მოგესალმებით. სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების სააგენტოს დირექტორის სახელით გადმოგცეთ მადლობის წერილს იმისათვის, რომ თქვენი შვილი სამხედრო საზღვაო ძალებში. მადლობა ყველასთვის. გაწვევის და რეკრუტირების სააგენტოს დირექტორის სახელით. აგენტოს დირექტორის სახელით მადლობის წერილი. დიდი მადლობა გახსნათ. ბრიგადის ქალაქოში პირველი ქვეითი ბრიგადის ბაზაზე. დადებით, როგორ ახართ, მოხართ კარგად. ეროვნული სააგენტოს სახელით მადლობას გიხდით. თვითონ იქნება მომავალი თაობისთვის. დიდი მადლობა იმის. ვიყავით დავათვალიერეთ სამხედრო ნაწილი. პირობები არის საუკეთესო, არის ძალიან კარგი კვება, არის ფიზიკური კარგი მომზადების სპეციალური საშუალებები. ძალიან ბევრმა გამოთქვა ჩემს ირგვლივ სურვილი, მიიღო მონაწილეობა ამ საბრძოლო მზადყოფნის შესწავლაში და გაევლო სამხედრო სავალდებულო სამსახური საკუთარ ქვეყანაში, რათა სამშობლოს ემსახუროს საჭიროებისამებრ. თავდაცვის ახალი კოდექსის გაცნობისთანავე ჩემი შვილი ნიკოლოზ გოგოლაძე გადაწყვიტა, რომ თავისი ნებით წასულიყო სამხედრო სამსახურში. მან რეგისტრაცია გაიარა და ეხლა იმყოფება იგი სამხედრო სამსახურში. რითიც ძალიან კმაყოფილია, მან ჩათვალა, რომ თავისი ვალდებულება რაც იყო შეესრულებინა თავისი და თავისი სამშობლოს სიყვარულით. სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სახელით მინდა მადლობა გადაუხადო მშობლებს ასეთი კარგი პიროვნებების აღზრდისთვის, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს თავდაცვის ძალებში ნებაყოფლობით მსახურისთვის.